არც ჩემი ხალხი ვინც ხართ 2 წუთი შემოდით რაღაც მაგ სალაპარაკო თქვენთან ყველასთან რა. დავიღალე. აი მე ძახია ჭორიკანა ადამიანს ხალხო. რა უნდა შეურიგდე, მაგრამ აი 2 წუთი შემოვიდეს ხალხი და ვისაუბრებ, აი ყველაფერზე ვისაუბრებ ვაფშე. აი ესეთი რაღაც რაც ეხლა აქ ხდება და რა სიტყვებიც მე მითხრეს, აი რავი, აი უნდა მოგიყვეთ რა, ანუ ყველაფერი უნდა მოგიყვეთ, აი ავიდეთ ხალხის რაოდენობაზე, ისე რომ აი ხალხი შემოვიდეს კარგად, რომ გაიგოს ყველაფერი, უნდა გელაპარაკოთ ვაფშე. აქ რა ხდება, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ, ანუ კარგად ვერ გაიგოთ ეს TikTok-ების ვიდეოებიდან და გადაცემებიდან ეს ყველაფერი რა და მინდა რომ ეხლა აქ გესაუბროთ, აი შემოვიდეს ხალხი და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. აი ავიდეთ მაყურებელზე 2 წუთი. აი, იმიტომ რომ აქ რაც ხდება და რეებსაც ლაპარაკობს ხალხი, შეიძლება რაღაც გადაცემაში ისე ვერ გავიდეს, როგორც გადის, ან ვერ დააფიქსირონ ნეკადრები, TikTok-ზე რა ვიდეოები ცდება ამოჭრილები, შეიძლება მაგიდან გამომდინარე კიდე ვერ გაიგოთ რაღაცები, ამიტომ ახლა ყველას გესაუბრებით ამ ყველაფერზე. მაყურებელი რომ შემოვა, აი 1000 კაცი ავიდეთ და ყველას დაგელაპარაკებით ამ ყველაფერზე. გადაიეთ ეხა ეს ლაივი და დადეთ, ამოჭერით და აი ყველაფერს სიმართლე რაც კი გამაჩნია ეხა მე და რასაც ვსაუბრობ, ყველაფერს გაიგებთ ამასთან დაკავშირებით. 600 კაცი ვართ, 1000 კაცი ავიდეთ, უნდა მოგიყვეთ ყველაფერი ვაფშე, იმიტომ რომ ეხლა მე ანუ დაჟე აი შოქში ვარ. პირიმა ღია რავი, რასაც უყურებ, ჩემი ცხოვრება ეგეთი რაღაცები არ მომისმენია, ჩემზე კი არა არავითი, რავი, აი ისეთი ხალხი ვნახე აქ, რომ აი ცხოვრებაში რომ არ შემხვედრია და რო არ გადაუყრელო, აი ეგეთი ხალხი უნდა. მადლობა რაღაც საჩუქრებისთვის. ესე იგი ერთხელ და სამუდამოდ გეტყვით ერთ რაღაცას რა ეხლა რა. მე და მარიამზე და ყველაფერზე ვაფშე რა. ნახეთ, უყურეთ რა სიტუაცია. მე რატომაც დავამთავრე მარიამთან ურთიერთობა. აუ მოდი რა იქით გავალ, თორე აქ ძალიან ხმაურია. მე ნახეთ, უცებ რაღაცას გეტყვით რა, რატომაც დავამთავრე მარიამთან ურთიერთობა. პირველი ის იყო, რომ მაგ ადამიანს ეგონა, რომ მე რაღაცის გამო ვაკეთებდი ამ ყველაფერს. კერძო და ვერ გესაუბრებით რა. უყურეთ ეხლა რა ხდება? რეებს მახატებთ, გეხვეწებით. ნახეთ, აგიხსით ეხლა ყველაფერს და დაგელაგებთ რა, იმიტომ რომ გადაცემაში ზოგჯერ ისე არ გადის, როგორც უნდა გადიოდეს, ალბათ ვერ აფიქსირებენ ან რაღაც გავსი ყველაფერს. და TikTok-ზე ამოჭრილი ვიდეოები რაც ხდება, ეხლა ყველაფერზე გაგცეთ, მადლობა ძმებო, ვინც კაი კომენტარის მისცეთ, ყველას უღრმესი მადლობა. ეხლა ნახეთ რა სიტუაცია. მე და მარიამის თემა შევეხები და ჩემი და მარიამის ხსენება არსად აღარ იყოს გეხვეწებით არც ერთ ლაივში, არც ერთ აი ვაფშე არსად აღარ ახსენებთ ჩემთან მარიამი რა. დღეს ისეთი რაღაცები მოხდა, რომ აი მე და პირი მაქვს ღია. უყურეთ ეხლა რა ხდება. მეგობრებო, მე მარიამმა რა ვიდეოც ჩაწერა, ჯერ მაგაზე გაგცემთ პასუხს. გუშინ მე ვისაუბრეთ მაგ ყველაფერზე და მარიამმა მითხრა ისეთ სიტყვები, რომ აუ ეგეთი რაღაც კიდე არ უნდა გამეკეთებინა, არ უნდა ჩამეწერა ვიდეო და გუშინ რამე ითხოვდა ტელეფონს, რომ ეგ ვიდეო წაეშალა. ეგეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი და მაგის გამო გავაკეთე ეს ყველაფერიო. კაი, ნუ ეს გასაგებია. უყურეთ, მე მარიამთან დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა, ყველანაირი კონტაქტი იმის გამო, რომ მას ადამიანს გონია, რომ მე მაგასთან ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ ნახვები მქონდეს თუ რაღაც. და ეგ რომ მეგონა მაგის მერე მაგ ადამიანთან ახლო აღარ გავყარები ვარ, ანუ გავანებე თავი, ანუ მარიამი გადაიხაზა ჩემ ცხოვრებაში იმის გამო, რომ მე მას ეგონა რომ მე მაგასთან რაღაცის გამო ვაკეთებდი. მე არ მჭირდება ისეთი გოგო გვერდში, ვისაც გონია რომ მე მასთან რაღაცის გამო ვარ, ხო ხდებით? ამ ყველაფრის გამო შევეშვი მარიამს, ამ ყველაფრის მერე დავილაპარაკეთ და მითხრა ესეთი სიტყვები, რომ ჯავახ, ეს ისე არა როგორც გგონია, მე არ ვფიქრობ ასე რომ შენ ჩემთან ნახვების გამო ხარ და რაღაც გავსი. კარგი მარიამ, მეთქი გასაგებია თქო, თუ მართლა ესეა ყველაფერი თქო, კარგი მეთქი აი ყველაფერს დრო გვაჩვენებს და გავაგზავნოთ ისე რა, ოღონდ ისე ახლო აღარ ვიქნებით ერთმანეთთან, ეხლა რა თქმა უნდა რა.
გავაგზავნოთ, შემდეგ მეორეჯერაც ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე და მეორეჯერაც იგივე მითხრათ ჩემგან დამოკიდებულო რომ დაინახათ ცივი რომ აი გთხოვო ანუ ეგრეო არ ვიყოთო ერთმანეთთანო, კარგი მეთქი მარიამ ეგრე არ ვიყოთ ერთმანეთთან, მაგრამ კიდე დრო გვარახეს ყველაფერს და შემდეგ რა ვიდეოც თქვენ ნახეთ და რა ვიდეოც ყველა მიცით და ყველგან გავარდნილია. მაგ ვიდეოში გვანცა და მარიამი ლაპარაკობენ ჩემზე რომ თურმე მე მარიამისგან ნახვებს ვიღებ თუ რაღაც რასაც ორი დღე მიხსნი და ზუსტად რომ გთხოვო ეგრე არ იფიქრო ზუსტად მაგას ლაპარაკობს რა და ჩვეულებრივი შოკი მქონდა მეგობრებო აი 1300 კაცი თვალწინებთ ჩვეულებრივი შოკი მივიღე ესე უყურე მეთქი მე გადავები გოგო რა ანუ ჯერ მე ლაპარაკები ერთს და მე გვანცასთან ლაპარაკო მეორეს ამის მერე მოვიდა აი აქ მეჯდა და მელაპარაკა რომ ნიკუშაო ისი არაა ისე როგორც გონიაო და გეხვეწები ეგრე არ გეგონოსო იმიტომ რომ მეო მართლაო რაღაცნაირადო ესეო ბიჭებს ელაპარაკა რაღაც გზნობები გამაჩნია ნუ რაღაცეები უკვე მეორე ხარისხოვანი მოვიდა და კიდე ამიხსნა ის ფაქტი რომ ჯავახო შენო კიდე არასწორად გაიგეო რაღაცეებიო და მე შენზე მაგას არ ვფიქრობო და მეო რაღაცა სხვანაირად გიყურებო და რაღაცები მელაპარაკა ეგრე არ ვფიქრობო და გუშინ 1500 კაცი მიყურებთ ის ვიდეო ყველას ნანახი გეკრებათ რაც მაგ ადამიანმა ჩემზე ილაპარაკა რომ აი მე სინება რა გავაკეთო აი რაც ილაპარაკა ჩემზე რომ არაო ჯავახავ არ ჯერ გვანცას ეუბნება რომ მითხარი რამე ისეთ სიტყვა რომ ხალხმა ჯავახას დააჯვას აი მითხარი ისეთ სიტყვებია რომ ხალხმა ჯავახას დააჯვას და ამ ყველაფრის შემდეგ რომ ლაპარაკობს რომ ჯავახი ეგრე არაა შენ სხვანაირად იფიქრე შენ სხვანაირად გაიგე მე შენზე მაგას არ ვფიქრობ ამ ყველაფერს რომ მეუბნება მე გუშინ ვიდეოს დებს ალბათ ყველას გექნებათ ნანახი ჩემზე ლაპარაკობს რომ ჯავახა ზუსტად იმის გამოა ჩემთანო რომ რაღაცა ნახვები კონდეს რაში მჭირდება ნახვები აი ხალხო გთხოვთ შემოხედეთ აი რატო შეიძლება აი აღარასდროს გეხვეწებით გთხოვთ აღარასდროს დამიწეროთ მარიამს შეურიგდი მარიამის სიტყვები სხვანაირად გაიგე და მსგავსი სიტყვები აღარ მითხრათ თუ გიყვარვართ აღარ ახსენოთ მარიამი ჩემ ლაივში იმიტომ რომ შოკში ვარ აი იმენ არ ვიცი მაგარი იმედი აი რას ფიქრობ თქვენ რას ფიქრობთ აი მართა მაინტერესებს კიდე ფიქრობთ რომ რაღაცა ურთიერთობა უნდა დავიჭირო მაგრამ მე იმიტომ გავანებე მარიამს თავი რომ მას გონია რომ მე მასთან ნახვების გამო ვარ ზუსტად მაგიტომ როგორც არ უნდა მომწონდეს და როგორც არ უნდა რაღაცა გრძნობები მქონდეს მაგ ადამიანის მიმართ მაგ ადამიანს აღარასდროს აღარ დაველაპარაკები მაგ ყველაფერზე იცით რატო ისიც რატო არ დაველაპარაკები მაგ ადამიანს გრძნობებზე და ყველაფერზე იმიტომ რომ გონია რომ მე ამ ყველაფერს ნახვების გამო თქვენ ცხოვრებაში ხა ეს ერთ რაღაცას გეტყვით თუ ადამიანი გონია რომ მასთან რაღაცის გამო არასდროს სტუმრებისია სად უნდა ჩავწერო აი სტუმრებისია სად ჩავწერო რა ტელეფონი აი გავთიშოვლებს და მოგცემ ხო, ამარას ვიდა, მოვიდა. გეხვეწებით ეს ყველაფერი ამოჭერით რა და დადეთ, აი რაღაცა. აი მე რა ხდება ესეთი რამე არასდროს არ მინახია, მეგობრებო, აი შოკში თუ არ ვიყო, აი არ ვიცი, აი 1200 კაცი მიყურებს, აი გოგოებო. გაეპრანჭეთ შეხეთ, აი არა არა ჩემ ლაივში და ჩემს ვიდეოში გეხვეწებით გთხოვთ აგერ აი თავდებ ტელეფონს კეიში და ისე გელაპარაკეთ გთხოვთ ეგეთი რაღაც აღარ დამიწეროთ რომ რაღაცა შეურიგე არავის გავს ჩემი თხოვნა იქნება დაკოცეთ სუყარას ნახვამდის